გამარჯობა მეგობრებო, მე ბაფი ვარ და დღეს გესაუბრებით ფილმზე Shazam! ფილმი დეივიდ ეფსენბერგის გადაღებულია, მისი გადაღებულია ასევე Annabelle Creation და Lights Out და მთავარ როლებს Zachary Levi, Jack Dylan Grazer, Asher Angel და Mark Strong ეასრულებენ. ფილმი DC-ს კომიქსის მიხედვითაა გადაღებული და არის ნაშვილებ ცოტა უწესო ბიჭზე, რომელსაც მიეცემა Shazam-ის სუპერძალვა თუ superpower-ი, მოკლედ როგორც არის. მოკლედ ტრეილერი ყველას ნახე გექნებათ ალბათ და არაფრის დასპოილერება არ ვაპირებ, ასე რომ შინაარსზე საერთოდ ვატუმლავაროღო არ ვიცი. მოკლედ, დავიწყებ პოზიტიურებით. ზოგადად ძალიან კომპეტენტური ფილმია, მომეწონა ფილმის კომედიური ნაწილები, რაც ფილმის უმეტესი ნაწილია და რაღაც ჰორორის ელემენტებიც. როგორც უკვე აღნიშნე ამ რეჟისორს წინა ორი ნამუშევარი საშინელებათა ფილმები აქვს და ეს საკმაოდ შესამჩნევია Shazam-შიც. იმიტომ რომ Shazam, თუ ესე ვთქვა. ძალიან მომეწონა ასევე რაღაც საშიში არსებების დიზაინებიც და თითოეულს თავისი დანიშნულება ჰქონდა. ასევე ფილმის მთავარი თემაც, ოჯახი, ძალიან კარგადაა წარმოჩენილი, როგორც თვითონ Billy Batson-ის შემთხვევაში, ასევე ფილმის ვილენის, ანუ ანტიგმირის ბექგრაუნდის თვალსაზრისით. ფილმი ამ თემის გარშემო ტრიალებს და პერსონაჟების გადაწყვეტილებების მოტივაციაც ამ თემაში შეგვიძლია ვიპოვოთ. ასეთმა პირდაპირმა და მყარმა მესიჯმა სასიამოვნოდ გამაკვირვა, მით უმეტეს რომ DC-ის ფილმზე გვაქვს საუბარი. ისე ჯოკერს ვინ ელოდებით, გიჟივით. ოღონდ რატომღაც ბევრს გონია, რომ მარტინ სკორსეზე იღებს და არა ეგრე. სკორსეზე უბრალოდ პროდიუსერია, რეჟისორი ტოდ ფილიპსია, რომლის გადაღებულიც არის Hangover ფილმები. ანუ ძალიან მაინტერესებს ჯოკერი, მაგრამ თან მაინც სკეპტიკური ვარ. ცოტა გრძელი გადახვევა ხო არ გამომივიდა ისე. სადგავჩერდი? ხო, ოჯახის თემა. მოკლედ ძალიან ნათელი და კარგად დასახულია. პერსონაჟებიც ზოგჯერ კლიშედ, მაგრამ მაინც კარგად არიან წარმოჩენილი და მაყურებელში სიმპათიას იმსახურებენ. განსაკუთრებულად კარგად თამაშობენ Zachary Levi და Jack Dylan Grazer და ერთად როცა არიან ეკრანზე ძალიან სახალისოა მათი ყურება. ერთმანეთს მხარს უბამენ ფანტასტიკურად და Levi-ზე არც ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია, რომ 15 წლის ბიჭის ტვინი აქვს. მოკლედ, მსახიობებიც ძალიან კარგად თამაშობენ, განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ეს ხდება მაშინ, როცა 7 ბავშვია ეკრანზე. მაგრამ რასაკვირველია ფილმს აქვს უარყოფითი მხარეებიც და ახლა უკვე ამაზე გადავალ. როგორც ვთქვი, ფილმში რამდენიმე სხვადასხვა ჟანრის სცენებია წარმოჩენილი და მიუხედავად იმისა, რომ ეს სცენები ცალ-ცალკე კომპეტენტურად იყო წარმოდგენილი, თითქოს ტონალური ცვლილებები ხანდახან ხელოვნური და დაძალებული იყო. ასევე ოჯახის გაცნობის სცენა საკმაოდ დადგმულს გავდა და ძალიან არამონებრივი კლიშე იერი ჰქონდა, როგორც თქვი, ეს ბავშვები მეტნაკლებად კლიშე სტერეოტიპებად არიან წარმოჩენილი და ყველას ერთი მახასიათებელი აქვს, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში გაყვება. სკოლის ბული პერსონაჟებიც ოფიციალური სტერეოტიპები არიან, თუმცა აუცილებელია აღვნიშნო ისიც, რომ სხვა ფილმში ეს მომენტები ბევრად უფრო გამაღიზიანებდა ალბათ. Shazam! არის მარტივად საყურებელი cheesy ფილმი, რომელმაც იცის, რომ ასეთია და ზედმეტად სერიოზულად არ აღიქვამს თავს. ასე რომ მე ვპატიებ ამ დეტალებს. და თან მიუხედავად იმისა, რომ ახლა სუპერგმირებზე გადაღებული ფილმები მეტნაკლებად სერიოზულია კომედიური ელემენტებით, მე მგონი მაინც საჭიროა ესეთი cheesy, ძველი სუპერმენების სტილის ბედნიერი სუპერგმირზე ფილმი. გრამატიკულად ძალიან არასწორი წინადადება იყო, მაგრამ მაპატიეთ. ასევე კიდევ ერთი უარყოფითი უნდა აღვნიშნო, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, Billy Batson-ის პერსონაჟის შემთხვევაში მისი პატარა და დიდი ვერსიების ხასიათები თითქოს ზედმეტად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. რაღაც მომენტებში ერთსა და იმავე პერსონაჟად მისი აღქმა გამიჭირდა. თუმცა სხვა შემთხვევებში მეტნაკლებად კარგად იყო ეს ვერსიები ერთმანეთთან შეთანხმებული. და მაინც ამ პატარა პრობლემების მიუხედავად ძალიან ვისიამოვნე ამ ფილმით. ძალიან მიხარია, რომ DC-მ და Warner Brothers-მა სახალისო ფილმების გადაღება დაიწყა და თანაც ისეთი საინტერესო და უცნაური სუპერგმირის შემოგვთავაზა დიდ ეკრანზე, როგორც Shazam! მოკლედ, ვისაც სუპერჰირო action ფილმები გიყვართ, გირჩევთ ნახოთ და იხალისოთ. და თუ უკვე ნანახი გაქვთ Shazam, გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები. ხმართ რატო გადაწყვეტე რომ Shazam, თუ ესე მეთქვა. Because it's fun, probably. მოკლედ, სულ ეს იყო მეგობრებო, ახლა კი როგორც ყოველთვის დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე. Bye! ერთი ყოველად უმნიშვნელო დეტალი, რომელმაც გამაღიზიანა. YouTube-ზე რაღაცას რო ტვირთავ, publish არის თავარი ღილაკი, რომელსაც უნდა დააწვე იმისთვის, რომ მერე დაიდოს შენი ვიდეო. და ფილმში იყო done. ანუ უმარტივესად გამოსწორებადი დეტალია და რატო არ შეცვალეს არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ მე გავეღიზიანებინე სპეციალურად. I hate you.